მეცხრე არხის მაუწყებლობა. Როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით კონსერვატორიის მცირე დარბაზში. Როგორც ხედავთ, აყვავს ასევე ერთ-ერთი მონაწილე, როგორც მე, სანდრო. ერთ-ორ კომენტარს გავაკეთებ. გამარჯობათ, ეს ძალიან კარგი კონცერტი იყო. ბევრი ბავშვი იყო და ძალიან კარგი ბავშვი იყო. ნერვიულობდით? იცით, ბოლო დრო ეხლა არ ნერვიულობ, მაგრამ ეხლა კი. ძალიან მომეწონა ბევრი ნერვიულობა. თავარია რომ ყველამ კარგად დავა. და კარგი კაი. ეს შედინარე ბიჭი. როგორც ხედავთ, ახახანს მოგვაწოდეს, მოვუწევამ რომ უნდა გავიდეთ ცოტა იქით, რომ სხვა ხალხით ვნახოთ, უნდა გავიდეთ, ესე იგი სანდროს კომენტარი არ დამთავრებია, ახლა ბოლომდე დაამთავრა. ესე იგი, ხელავდით თუ არა? ისეთ, ეხლა არა, მაგრამ აი მე 5 კლასში მაგრად ხელავდი, როცა გამოდიოდი კონცერტებზე. ადრე დაგიკვლავთ აქ? მე გავიგე კითხვა. ამ დარბაზში როდისმე დაგიკვლავ? დიახ, აი პირველ კლასში რომელსაც ვიყავდი. თქვენ ძალიან მომეწონა დაკროლე ძალიან. ჩამოვწევი რა უნდა წავიდეთ ეხა დროა წასვლის, კომენტარები მოვისმინეთ ყველასი. მე ხარ რას გეტყოდით, რომ ბგერა კარგი მქონდა, მაგრამ რაც ადგილებიც იყო გასაკეთებელი, მაგრამ ჯამში კარგი გამოვიდა. კარგად იყო და ყველას დამოწონა. როგორც ხედავთ, მეცხრე უწყებულმა ეხა გადმომცა, რომ იმედი მალე ჩართავს მეცხრე არხს და ყველა თქმა უნდა ძალიან გახარებული იქნება, ახალი გადაცემები იქნება და კიდე რა მოგახსენოთ, როგორც ხედავთ, ამინდი არც ისე კაია, მაგრამ პრინციპში უკვე დაღამებულია, შუაღამეა. და კიდე რა მოგახსენოთ, სხვების კომენტარები უნდა მოგახსენოთ, რა თქმა უნდა, ვინც უსმენდა ამ კონცერტს. როგორც ხედავთ, კომენტარის გაკეთებულა არ უნდა რატომღაც, ერიდება. კარგად, ჩვენ? ოთო უკრავ კონცერტი. ხო. თქვენ მოგეწონათ კონცერტი? მე რა თქმა უნდა მომეწონა ყველაფერი, კარგად გამოვიდა, ყველამ კარგად დაუკრა, რა თქმა უნდა. ბოლოს იყო როგორც იცით გუნდი, გუნდმაც კარგად იმღერა და გუნდი დამთავრდა მოკლედ ეს კონცერტი. სანდრო იყო მე-14 ნომერი, მე ვიყავი მე-15 ანსამბლს უკრავდით მე და ანა თავაძე და მე-18 ნომერი ვიყავი მე. ხო და ბოლოს მოკლედ გუნდით დამთავრდა ეს კონცერტი. როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით კონსერვატორიის დარბაზთან, მცირე დარბაზთან, გადაიხეთ თუ შეიძლება ულამაზესი დარბაზი, თავის კოლონებით და შემდეგ ესეთ ლამაზ. ხო, მაგია. კიდე რა მოგახსენოთ? კომენტარი გვინდა ამის, როგორც ხედავთ. თქვით რამე ძალიან კარგად დაუკრა ყველა მონაწილემ. ეს იყო მისი კომენტარი. ეს არის ჩემი. გემშვიდობებით ხვალამდე. ხვალ დავუნდებით 6-ის ნახევარზე. გემშვიდობებით 6-ის ნახევარზე, როგორც იცით, ჩვენ რაც მოსმენა, სადაც უკრავენ ბავშვები, იქნებიან გამოსვლა. და მე კიდე ერთი კონცერტი იქნება თუ არ ვცდები. რაცა ვარ კონცერტი და მოკლედ მე გადავიხებთ. ამიტომაც გემშვიდობებით ნახვამდის. როგორც ხედავთ, ვიმყოფებით მშობლების გარემოცვაში. აგერ არის ეთერი გურგენიძე,
როგორ მოგეწონათ კონცერტი? ძალიან მომეწონა კონცერტი, კარგი კონცერტი იყო. ოთოს დაგვრაც მომეწონა და ანსამბლიც ძალიან მომეწონა. როგორც ხედავთ, აქ არის სიგარეტების მომწევების ბრიგადა. მწებელთა ბრიგადა, შემისწორა. და მოკლედ ხა ნანას მივცეთ კომენტარი. ოთო გენაცვალე სუში გუში. კიდევ ის უთხრა კომენტარი. გადაიღეთ ბუნება შტიმშვენიერის. რა ლამაზი ბუნება. ძალიან ლამაზი. კიდევ რა გითხრათ? ხო. მოკლედ ეს პატარა მცირე ჩართვა იყო ჩვენი საგანგებო მდგომარეობის, ამიტომ უნდა გითხრათ, რომ აქციის მონაწილეები, როგორც ხედავთ, ძალიან დაზარალებულები არიან, მაგრამ იმედი ამალი გამოკეთდებიან და ამით გემშვიდობებით. ნახვამდის. ჩართე? როგორც ხედავთ, ეს არის ჯუმბერის შემოქმედება. ჩვენ საათებ უნდა წამოგვეღო აუცილებლად ჩაქვჩი და ლუსნები. წინა დარბაზშიც ჯუმბერამ გააკეთა. ჯუმბერის შემოქმედება იყო, ეს უკვე დამთავრებული დარბაზია. ამიტომ არაფერზე არ უნდა ვინერვიულოთ და გადავწევ ისევ კომენტარს ამას. რა უნდა ვთქვა ეხლა? ეს იცი ძალიან ლამაზი შენობა არის. ეტყობა რომ მაგაზე ძალიან ბევრი მუშაობდნენ. ოთარ გააგრძელეთ. ხო, ამით გემშვიდობებით ნახვამდის.